გორის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში კერამიკის თექის და ფარდაგის ქსოვის შემსწავლელი კურსის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ, პარალელურად კი მოეწყო მათი ნამუშევრების გამოფენა გაყიდვა. სამთვიანი უფასო კურსი წარმატებით გაიარეს 9-დან 16 წლამდე მოსწავლე ახალგაზრდებმა და სამსახურის მიღმა მყოფმა ქალებმა. ასევე განხორციელდა ახალი პროექტი მშობლის და შვილის კლუბი, რომელშიც მონაწილეობდნენ 4-დან 9 წლამდე ბავშვები და მათი მშობლები. ღონისძიების ორგანიზატორია გორის განვითარების სააგენტო. გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტოს ტურიზმის განყოფილების ხალხური რეწვის მინი გალერეა შეიქმნა გორის მერიისა და ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის მიერ, რომელიც ევროკავშირის მცირე გრანტით დაფინანსდა და 2023 წლიდან აქტიურად მუშაობს კერამიკის, თექისა და ფარდაგის ქსოვის მიმართულებით. ახლა ღონისძიებას ვმართავთ კურსდამთავრებულთვის, რომლებსაც გადავცემთ სერტიფიკატს. კურსები მოიცავდა ბავშვები 9-დან 16 წლის ჩათვლით, ქალბატონები, რომლებიც არიან დასაქმების მიღმა მყოფი და ახალი პროექტი მშობლების და შვილების თერაპიული კლუბი. კურსის ხანგრძლივობა განსაზღვრული იყო 3 თვით. კურსები არის უფასო, რომელსაც განვითარების სააგენტო უზრუნველყოფს და პერიოდულად ეწყობა გამოფენა ბაზრობები, სადაც მათ ნამუშევრებს წარმოვადგენთ. კურსი არის პერმანენტული და კვლავ გაგრძელდება. თებერვალში გამოცხადდება ახალი კურსი. მოვაჩინე, რომ შვილთან ერთად შეიძლება ამ პროექტში ჩართვა. გავიარე სამთვიანი კურსი და დღეს საზეიმო ვითარებაში ვხურავთ ამ კურსს, ვიმუშავეთ კერამიკაზე და თიხაზე. ყოველდღიურად, ყოველ გაკვეთილზე უბრალოდ, ყოველ ახალ გაკვეთილზე ახალ ნაკეთობას ვეცნობოდით გაკეთების ტექნიკას, ვაკეთებდით ერთად, მე და ჩემი პატარა, მუშაობდით თიხაზე, საინტერესო იყო თვითონ მუშაობის პროცესი და უშუალოდ ძერწვის პროცესი. მე ვარ შალეკაური 6 წლის. მე ესენი გავაკეთე. სასანთლე. ეს გოგრის ჯამი.